მოდი ვნახოთ, როგორ ავტვირთოთ შენი ბიბლიოთეკა NPM-ზე სულ რამდენიმე წამში. მოდი, შენი პროექტი გამოაქვეყნოთ, რომ ნებისმიერმა შეძლოს მისი გამოყენება. დავიწყოთ. პირველ რიგში რა არის NPM? ესაა კოდის პაკეტების უზარმაზარი ონლაინ საცავი, დეველოპერების მთავარი ჰაბი. მაგრამ NPM-ის ვებსაიტზე თუ ყოფილხარ, ალბათ გაგიშთა კითხვა, სად არის ატვირთვის ღილაკი? საქმეც მაგაშია, რომ არ არსებობს. ყველაფერი ტერმინალიდან იმართება. მაგრამ არ შეგეშინდეს, ძალიან მარტივია. სულ 3 ბრძანება უნდა იცოდე. მოდი გავიაროთ. პირველი ტერმინალში შენი პროექტის ფოლდერში აკრიფე npm login. ეს შენს npm აკაუნტთან დაგაკავშირებს. შემდეგ პროექტი უნდა დააბილდო. ამისთვის გავუშვი ბრძანება npm run build. და რა საკეთებს ეს ბრძანება? ის ხშირად იყენებს terserisnair ინსტრუმენტებს. Terseri შენს კოდს აიღებს, დააპატარავებს, დაოპტიმიზირებს და შექმნის კომპაქტურ, მინიფიცირებულ ფაილს. დაიფინალიც. უბრალოდ აკრიფე npm publish და აჭირე enters და всё. ეგა. გილოცავ, შენი პაკეტი უკვე საჯაროა. ნებისმიერ დეველოპერს მსოფლიოში შეუძლია მისი პოვნა და გამოყენება. მაგრამ რა ხდება თუ შეცდომა დაუშვი და წაშლა გინდა? ვნახოთ. ოღონდ იცოდე დროზე ხარ დამაკიდებული. პაკეტის წასაშლელად გამოიყენე npm unpublish ბრძანება force plugin, მაგრამ აქ ერთი დიდი ნიუანსია. ეს ბრძანება მუშაობს მხოლოდ გამოქვეყნებიდან, აი ამდენი საათის განმავლობაში. ამ 72 საათის შემდეგ პაკეტის წაშლა უკვე ძალიან რთულდება, ასე რომ მთავარია იმოქმედოს სწრაფად. ანუ მარტივად რო ვთქვათ, შესვლა, ბილდი, გამოქვეყნება, ესაა მთელი პროცესი. ახლა უკვე იცი, როგორ კეთდება. მაშ, რას შექმნი და გაუზიარებს მსოფლიოს?